დათო, ძალიან დიდი მადლობა, რომ ხარ ჩემი გადაცემის სტუმარი. მადლობა შენ, რომ ძალიან მიხარია. მითხარი როგორია მძიმე კაცი, ამ შემთხვევაში დათო კოზირიძე. მძიმე თუ მსუბუქი? კონკრეტულად ამ შემთხვევაში? და ზოგადად. ზოგადადაც მძიმეა და ვაფშე ეხაც მძიმე ვარ. ეხა მძიმე ხარ? ეს მძიმე ვარ. და რაში გამოიხატება ეს? აი მიხვდები რა ინტერვიუს განმავლობაში. ბავშვობიდან რო დავიწყოთ, როგორი ბავშვი იყავი? ბავშვობაში კაი პურის მჭამელი ვიყავი. ბაღში ჩხარა ვჭამდი სპეციალურად, რომ მე სხვებისთვის წამერთმია საჭმელი. მე რას ფიქრობდნენ ის ბავშვები შენზე? არ უყვარდი, ვეზიზღებოდი ალბათ. წარმოიდგინე 4 წლის ბავშვი ვარ, როქშია და ვიღაც ტიპი რომ მოდის და გიჭამს რაღაცებს, რა უნდა იფიქრო, სხვა. გოგოს შეუყვარდი მაგის გამო. ბაღში? კი ბატონო. როგორ გამოხატავდა ამ სიყვარულს? მოდიოდა გვერდზე მიჯდებოდა რაღაც ჩქმიტავდა. რო ჩქმიტავდა შენ რას აკეთებდი? მე ჩქმიტავდი, მე ბზევ ქაჩავდი. როგორც ხდება რა ბავშვობაში. შენც მოგწონდა ის გოგო? არა. მე შენ წიგნი მაქვს წაკითხული, რომელშიც არაჩვეულებრივად აღწერ 90-იან წლებს. ერთი ამას უნდა წავიკითხე. რა იყო შთაგონება, რამაც დაგაწერინა ეს წიგნი? ან ეს ზოგადად რატო გაგიჩნდა ეს იდეა, რომ დაგეწერა ეს წიგნი? მე იდეა მე არ გამჩენია, ზაზა ბურჭულაძემ დამაწერინა ძალით. ჩანაწერები მქონდა და წაიკითხა. მე შემიჭამა და ბოლოს დავწერე რა. ძირითადად რაც იქ წერია, მე გადამხდა. ზოგადად რთული წლები იყო და საკმაოდ რთული იყო გზას არაცდენოდი და ისეთ საინტერესო ადამიანად ჩამოყალიბებულიყავი, როგორც შენ ხარ. როგორ ფიქრობ, დიდია ამ შემთხვევაში მშობლის დამსახურება? თავარი რაც დეეჩემმა გამიკეთა მე იყო ის, რომ სრული თავისუფლება მომცა. ბავშვობიდან არა ის სუპებს რო უჭამდი სხვებს, მაგრამ 15-16 წლის რო ვიყავი, მიმიშვა უკვე იცოდა, ვისი თავი მქონდა, ისი არ მქონდა და ძალიან დიდი მადლობელი ვარ ამისთვის, რომ ეგ არის რა ქართულ მშობლებს უყვართ, ხო იცი 40 წლის ტიპებს რომ ბავშვებს ეძახიან. საშინელება. ო, ეს არის კატასტროფა და ეს ძალიან ეთხოვა ჩვენ ქვეყანას და მიმიშვა და მეც მივყევი და ნუ რაღაცეებში გადავრჩი, რაღაცეების დამეხმარენ ალბათ, არ ვიცი, მოკლედ გამოვძვერი რა მაქედან და კითხულობდი, ძალიან ბევრს ველაპარაკებოდი უფროსებს და უსმენდი. მოსმენა ძალიან მიყვარს და დასვენები გამომქონდა რა ჩემთვის და ეთქვა მაგანაც იმუქმედა. ყველა მშობელს მინდა უთხრა რომ ეგრე მოიქცნენ. უნდა მიხვდნენ რა ზუსტად რა საკში და რა დროს უნდა გაუშვა ხელი ადამიანს რა, იმიტომ რომ წარმოუდგენელია ისე როგორც აგზდიან ადამიანებს, ის ადამიანი გაიზარდოს სრულყოფილი ტიპი, რომელსაც კრიტიკის უნარი ექნება რაღაცების შეფასების და ასე შემდეგ პასუხისმგებლობის თავარია. თუ გაიხსენებ იმ შემთხვევას, როდესაც ყველაზე მეტად გააბრაძე შენი მშობლები? კონკრეტული შემთხვევა გავიხსენებ. აი რაღაც ისეთ ისტორიას თუ გაიხსენებ, რითიც მართლა გააბრაძე და ეს გახსენდება დღესაც. კონკრეტულს ვერ ვიხსენებ, მაგრამ იყო რამდენიმე შემთხვევა, ცოტა მე გავცელქდი 90-იან წლებში და რაღაცები მოხდა ისეთი და მაშინ. გინანია შემდეგ ამ შესაქცელზე? ზოგადად სხვის შესწომებზე სწავლობდი, თუ მხოლოდ საკუთარზე როგორია შენი ხასიათი? არა, მთავარი დასკვნები ჩემ შეცდომებზე გამოვიტანე, მაგრამ ეს უაკვირდები, რა არის სწორი, რა არ არის სწორი, რას რა მოყვება. წინ ყურება მიყვარს. წინ ყურება იმიტომ მიყვარს, რომ ჭადრაკს თამაშობ კარგად და მან მივეჩვიე, რომ რაღაცები წინ უნდა გათვალო. ინტელექტი ზოგადად ის კი არ არის, რომ დასტაევსკი აქვს ბულბულებული. ინტელექტი არის, როცა შენ სწავლობ პრაქტიკა ცხოვრების არის ინტელექტი. ეს ნელ-ნელა შეცდომები იქნება თუ წარმატებები იქნება თუ არაფერი არ გამოგდის, ეგეც ილექება ხო თქვენში. ზოგადად როგორ ხარ, კაცრი ხარ? როცა საქმეს ეხება კი არ მიყვერ ვიტან უპასუხისმგებლო ტიპებს და ძალიან ნერვებს მიშლიან. როგორ შეგიძლია დასაჯო ადამიანი უპასუხისმგებლობისთვის? გააჩნია უპასუხისმგებლობას. აი ყველაზე მეტად რო ბრაზდები, რა შეგიძლია მოიმოქმედო ამ დროს? უპასუხისმგებლობაზე კონკრეტულად? ან ყველაზე მეტად როცა გაბრაზებული ხარ?
როცა მიგაშინე რომ ცუდად მოიქცნენ, არასამართლიანად მოიქცნენ და უპასუხისმგებლად. გააჩნია არის შემთხვევა რომ შეიძლება ადამიანი მოკლა ისეთი რაღაც ქნას, ხო? ანუ თავის უნდა მიიღოს რომ ისწავლონ ჭუარა. ანუ მიგაშინე რომ ადამიანს მიმიღია რაღაც შეცდომა რომ დამიშვია, მე თვითონვე გადამიხარშავს რომ ეს არ არის სწორი. აი ხშირად დაგიკარგავს ადამიანები დაშვებული შეცდომის გამო. იცი არა. დამიკარგავს რა, უბრალოდ სურვილი აღარ მაქვს ურთიერთობის არიან თავისთვის, გამარჯობა გაგიმარჯოს. და ცოლს გაშორებული ხარ. ყავს არაჩვეულებრივი შვილი, რომელიც ორეულივით გავს. პირველ რიგში მაინტერესებს, როგორი ურთიერთობა გაქვს შვილთან, თუ არა. ძმაკაცია. იყვება თავის საიდუმლოებს, თავის ხედვას. მაგაზე შეთანხმებულები ვართ, რომ რაღაც მნიშვნელოვანს რო გადაწყვეტს, მითხრას მე, იმიტომ რომ თუნდაც რაღაც მოწევა თუ გადაწყვეტა, მაგაზე ველაპარაკე, და ვიცი რომ თუ გადაწყვეტს, ურჩიე რომ არ ქნას ეგ. რატომ ურჩიე რომ არ ქნას? რა ვიცი, არ ჯობია რაღაცა ისე იყოს ჯანზე. დათო მძიმე კაცი, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული გადაცემა, რომელიც ხშირ შემთხვევაში საზომით კი ხდება ადამიანის რეალური სახის, რაღაც მიღბების გარეშე. საიდან წარმოიშვა ეს იდეა? ეს იდეა სახინკლეში წარმოიშვა, რამდენადაც უცნაური არ უნდა იყოს. მე ჩემი ორი მეგობარი ჭამდით. აი ლაპარაკს მოყვარო, რაღაც პროექტი მინდაო ერთმა გავაკეთო, ისე ვილაპარაკეთ, შენ წაიყვანეო. აი ეგრე მოხდა და მეორემ რა დავარქვათ და აი გადაობაში გავქოქეთ. შენი თავი წარმოგედგინა ამ როლში, აი მძიმე კაცის როლში? არა, სხვათა შორის აი პილოტი რო ჩავწერეთ, ისე დღეში ჩავაგდე ის ვიღაც გოგო იყო რა, არ ვიცი, ვითომ ვიღაცა იყო. ну იქ მიხვდა ყველა რომ გამოვიდოდა. გულწრფელად მითხარი, რას გეკითხები. როდესაც საკუთარ ჩაწერილ გადაცემას უყურებ, შენი თავი კმაყოფილი როდის უფრო ხარ? როდესაც მეც სისულელის ალაპარაკებ ადამიანს და უფრო სასაცილოდ გამოაჩენ, თუ როდესაც მის შესახებ მეც საინტერესოს გაიგებს მაყურებელი. ორივე შემთხვევაში. არა, თვით კმაყოფილებას როდის გადიცდი? აი უფრო მეტად. თვითკმაყოფილი. სასაცილოდ რო აჩენ ადამიანს მოგწონს? მე არავის არ ვაჩენ არაფერ. ის ბოროტად არავისთან არ იმას მიქნია. უბრალოდ ერთობით ყველა. ერთობი ანუ ხო? ხო, ну გართობაა რა. ჩემი სამსახურით მე ვერთობი. მაგიტომ ვაკეთებ. ყველაზე მეტად რა გიყვარს შენ სამსახურში? აი ეგ ტიპი რო იხსნება რა. ვატყობ რომ რო ატყობ რა? რო გაიხსნა სამთიდზე. ყველაზე მაგრამ მევასება, როცა საინტერესო აი რო არ ელოდი. იმიტომ რომ ალბათ იშვიათიც არის. რომ კაი გამოდის. რამდენი წუთი გჭირდება რომ მიხვდე რომ ძალიან გახსნილი ადამიანი შენთან და პირველივე სიტყვებზე. პირველივე სიტყვაზე ხვდები. როგორ ხვდები? რა არის საზომი შენთვის თავისუფლების და აი ამ რაღაც მოზომილი ფრაზების? როგორ ხვდები, არ ვიცი, ალბათ რაც გამოცდილება მაქვს უკვე ხო ადამიანების ამოცნობის რა. სასაცილო ყალბი ადამიანი. სასაცილო ადამიანი. ყალბი. ყალბი ადამიანი ხო საცოდავია უფრო. ხო, სასაცილოდ საცოდავია. დათო კოზირიძე რო ყოლოდა მძიმე კაცთან რა კითხავს? მაგარი ჭიდა. რა კითხავს დაუსვამდი, მაინტერესებს. იქ ხო არა გახსნა. და რას უპასუხებდა დათო კოზირიძე? ეს გაარტყა. დავწევდი. და ჭამა თუ სექსი? ნაჭამზე? შიერზე. შიერზე და кайხნის. კი. ძალიან რთული კითხვა. დაფიქრდი და ცოტა რომ წავიხემსო და არა, აი, ხშია, სექსი დიდი ხანია არ ქონია. რომელი ჭამა თუ სექსი? და რა საჭმელი მაქვს და ვინ მელოდები? ყველაზე საყვარელი საჭმელი გაქვს და ყველაზე საყვარელი ქალია გვერდით, რომელი? ალბათ სექსი უფრო. სექსი, შიერზე. ну расიზანა. სხვა გზა თუ არ არის? რა არის შენთვის მარიხუანა? დასვენების საშუალებაა ერთ-ერთი რა. მიგაჩნია რომ მარიხუანას ლეგალიზაცია უნდა მოხდეს? აუცილებლად. არა მარტო მარიხუანას, ყველაფრის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს. ბიუჯეტში შევიდოდა ბევრად მეტი ფული, ვიდრე ახლა შედის. ეს ერთი. მეორე, ის რომ ხარისხიანი ნარკოტიკები დაიყიდებოდა, ანუ ბაზარი დაარეგულირებდა, რომ თუ ცუდს ყიდი, შენგან არავინ არ იყიდის. შესაბამისად, აღარავინ არ მოწევდა მიწას და რაღაცებს რო ეწევა. და როგორ ფიქრობ, ეს ამდენი უბედურება რო ხდება, ეს ხო არ არის ზუსტად განპირობებული იქიდან, რომ ეს არის რაღაც აკრძალული და რთულად
რა თქმა უნდა. მოსაპოვებელი. რა თქმა უნდა. თან ეწევიან და ხმარობენ ისეთ დრაგებს, რაც არ ვიცი, აი ტარაკანს რო არ აკადრებ, ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპა ზუსტად იმიტომ, რომ ეს ყველაფერი არის აკრძალული. ეხლა მოიფიქრეს ესეთი რაღაც, რომ თუ გიპოვეს მარიხუანა, გიყრიანს შიგნით სხვა ნივთიერებებს, რომ ვითომ ისიც ქონდა. ანუ სანამ ეს აკრძალულია, უკვე ამდენი წელია ამაზე ვლაპარაკობთ, უბრალოდ არ უნდათ გაგება, იმიტომ რომ ხან არჩევნები მოდის, ხან ის მოდის, ხან ეს მოდის, იმან ხმა უნდა მიცეს, თუ არ მიცემს დაიჭერენ. ყველაფერი გაიგო, რა როგორ უნდა იყოს და რა არის უკეთესი. უბრალოდ არსებობს რაღაც გავლენიანი სფეროები, რომლებიც ართმობენ ამ ამბავს. დათო, სუმინდა კითხო. ქართლის დედა შერას დააჭერიდებდი ხელში? ეგ ისეთი ამბავია. იქ მეცვლება ხოლმე ეგ. ვიხარ აგეფიქრებას დააჭერიდებდი ხელში? ეხა დღეს კაცზე გადავახვენებდი ხელს. მითხარი შენთვის ყველა დროის ლამაზი ქალი ვინ არის? ქართველი? ნუ, თუ გინდა ქართველი. მოდი ქართველებს გავწდები. აი ორნელა მუტი მიყვარდა ბავშვობიდან. დღემდე ვფიქრობ, რომ ყველაზე ლამაზი ქალი ორნელა მუტი. შენს პირისპირო იჯდეს გადაცემაში, როგორი შეგრძნება გექნებოდა? ერთი სიტყვით ამიღწერა. ხოშია. კითხვა, რომელსაც მას დაუსვამდი, რა ერთი კითხვა, რომელიც ყველაზე მეტად გაინტერესებს მის შესახებ. ორნელა მუტი? პერსონალური კითხვა. სადაური მუტია, მაგას კითხავდი. ქართველი ვინ არის, ვინც გინდა რომ მოიწვიო შენს გადაცემაში და ჯერ აქამდე არ მოხერხდა? ბიჭო, შალვა ნათელაშვილი ოცნებობდა ვერ მოიწვია? არ მოდის. ნაცნობობით? მე მგონი არ ეუბნებიან. ვიღაცებთან მაქვს კონტაქტი და ვეტყვით, უთხარით, ხარ ძალიან. არ მოდის ეს კაცი. პირად კონტაქტზე ვერ გახვედი? ვერ გავედი, იქნებ შემხვდეს სადმე. არ ვიცი რა. და რას ეტყოდი? რო შეხვდეს? რავი, ვიგულავებით. დიდი ხანია ამბობ, რომ შალვა ნათელაშვილი გინდა რომ იყოს შენი გადაცემის სტუმარი. ვიძახი რომ შალვა მომიყვანეთ და არ მოდის ეს კაცი. ეხლა რა უთხოვო შეიძლება? თხოვე რა. ბატონო შალვა, გეხვეწებით. დღე დამithmet რა. აი რას ფიქრობ იმ კაცებზე, რომლებიც დღემდე ამბობ, აუ, ქალია საჭესთან. რა კატეგორიის კაცები არიან ესენი? ესე ქალებმა ცოტა რო ივარჯიშონ ტარებაში უკეთეს. შვენივრად ატარებენ ქალები და ზოგჯერ მამაკაცებზე უკეთეს ატარებენ. ო, არის გამონაკლისი შემთხვევები, მაგრამ აი იმ დღეს ვნახე საოცრება რესპუბლიკის მოედანი თუ რა ქვია მოედას ყველა მთავრობა ხოლმწულის სახელზე. მოკლედ აქ მოდიოდა მანქანით. ჯერ გადაიხარა რაღაცას ეძებდა. ეთყობა იპოვა. მე საჭეს საერთოდ ხელი გაუშვა და დაიწყო პომადის წასმა სარკეში. საერთოდ დაავიწყდა რომ საჭესთან იჯდა. კაც არ შეიძლება იგივე დაემართოს? ჩემ მეგობარს მოვიდა ზუსტად იგივე. ვიდეო და ჭავჭავაძეზე 100-ით და კასეტის ძებნა დაიწყო იმაში. ანუ იგივე დაემართა. რატომ არ ყოველთვის ქალია და ქალს დაემართა ეს? აი რატომ? ნუ ხა ის არ იყო ფხიზელი და კასეტას ეძებდა და ეს პომადა ისეთი პონტია. უნდოდა რომ ლამაზი ყოფილიყო და წაისვა პომადა, მაგრამ მაინც გასწორდა. კანცეფშიც არიან. ქართველი კაცი დამეხასიათე ერთი სიტყვით. ერთი სიტყვით? ერთი. აი რაღაც რთულ დავალებებს მაძლევ. ვაშკაცი, შუთი. 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 ქალი? ვაშკაცი. ქართველი ოღონდ. მანდილოსანი. რითი? სუთი? ზუთი. მანდილოზანი. აი მე ვიცი რომ შეხარ მუსიკის მოყვარული ადამიანი და ხშირად სტუმრობ ფესტივალებს. თუ შეგიძლია გაიხსენო ყველაზე ესეთი შენი გიჟური თავგადასავალი, რომელიც ყველა დროის ყველა საინტერესო შემთხვევაა შენთვის. ხო, აი ესე თავ დავიწყებით. მოთაშორის ეხლა ოფენიარი რო იყო ბოლოს, მან დაუკარი მე, არა მარტო მსმენელი ვარ. დაუკარი? იმის მე რაღაც ადგილებშიც დაუკარი. გიჟური ალბათ აი ბერლინში არის ეგეთი კლუბი, კიტკეტი ქვია. როგორი კლუბი იცი? აი პარასკევი შაბათს მიდიან ტიპები, ტყავ. უნდა მიხვიდე და ან გეცვალს ეს ტყავის რაღაცეები, ან ჩანთაში უნდა აჩვენო, რომ აი მე ტყავებში ვარ. აუცილებლად ტყავი უნდა იყოს რაღაც. არა, შეიძლება ვაფშე არაფერი არ გეცვალს. მოკლედ ის არის. დრესკოდი არის? დაკონილების ბუდი. ხო და ერთხელ მივედი მან აი ჩემო მეგობარმა მითხრა წავიდეთო. მივედი, აი ეს ჩაცმული და კინწისკვრით გამომაგდეს და
მე მივედი ორ შაბათსაც აქვთ ხოლმე რა, უფრო ლაითი გარყვნილებები და ორ შაბათს შეგვიშვეს. როგორ იყო ლაით გარყვნილება ბერლინში? ლაითი მოყვე? მომიყევი. წვრილად? ნუ ისე, რაც შენ და გამახსოვრდა. ხო, ნუ როგორი პონტია, იცი, ვიღაც ტიპები დადიან, შეიძლება ბანკის მმართველია, რაღაც ღიპიანი ტიპი, ტიტველი და პენის იწელავს, გაუშვებს კაცუნებს იქ, ვიღაც ორალური სექსი აქეთ ჯგუფური. აი ეს ყველაფერი შენს თვალწინ ხდება? შენ თვალწინ კი არა, ისიც მიღებულია, რომ მიხვიდე და აი დააკვირდი რა და რაღაცა ცოტა ზევით, რაღაც შენიშვნებით მიცე. შენ დააკვირდი რამეს? ჩაერთო. შენ არა, მე. ყველაზე საინტერესო რა ნახე? საინტერესო? საინტერესო არაფერი არ მინახავს, მაგრამ უცნაური რაღაცები ნახე. ნუ როგორია უცნაური მომიყარე? მაგარი ის ნახე კონფლიქტი, სადღაც ვიჯექით და ჩემს უკან ზუსტად სექსი ქონდა ბიჭს და გოგოს. აი აქ რა. და უცბად პანიკა ატყდა, მე თქვი რა ხდება, ხოზე ხარ და გავიხედე და ეს ბიჭი მეუნებოდა რომ შევცვალოთო პოზაო და ის მეუნებოდა რომ შანსი არ არისო რა. ეს ბიჭი უკვე ბოლოშია გასული და უნდა რომ იმათმა იქ სირბილი ატეხეს ეს ბიჭი ჩახტილი დაასდევს ის იმენ არ შევცლიო პოზასო და მოკლედ აი ესეთ. ეს ყველაფერი შენ თვალწინ ხდებოდა? ხო, ყველას თვალწინ. შენი აი გარდა იმისა რომ მუსიკა გიყვარს, რომ ბავშვთან ატარებ ბევრ დროს, აი როგორია შენი ერთი თავისუფალი დღე? თავისუფალი დღე ძალიან იშვიათად. დარწმუნებულია, მაგრამ აი როდესაც არის ის ფუფუნება, რომ შეგიძლია დღე ისე გაატარო, როგორც გინდა. როგორია? მივდივარ ქალაქგარეთ, ეგრევე. დათო, შეყვარებული ხარ? კი. შეყვარებული ხარ? წარმოგიდგენია თუ არა, რომ კიდე შექმნი ოჯახს? ოჯახს აი ეს ქორწილებს და არა, ნუ უბრალოდ ერთ სახლში ოფიციალურად იცხოვრებთ, ოფიციალურად ერთ სახლში იცხოვრებთ ერთად. ოფიციალურობების გარეშე თუნდაც. და ოფიციალურად შექმნი ოჯახს? როგორ გონია ეს ოფიციალური მხარე ზოგჯერ რაღაც ბარიერს ქმნის? საკვირველია. რატო აქვს ორ ადამიანს ურთიერთობა, ხო? იმიტომ რომ უნდათ მოწონთ ერთად, ხო? როცა აღარ მოგწონს და რაღაც ხელს გიშლის, რა საჭიროა ის, რომ ხელი შეგეშალოს, ხო? აღარ გინდა წამოდი. ანუ თავისუფალი კაცის ცხოვრობით აღარ ცხოვრობ? ნუ, შეიძლება ითქვას, ხო, რა. შენ გინდა ახლა რომ ვინმე საერთოდ იცხოვრო? ხო, ნუ მე მყავს მეგობარი, რომელთან ერთად ვარ და კარგად ვართ ერთად. რა მოგწონს მასში ყველაზე მეტად? ჩემი ძმაკაცია რა, ჩემი მეგობარია და ჩხუბობთ? თუ და არ მეგაჩნია რომ ეს ჩხუბი ზოგჯერ კიდე უფრო საინტერესოს ხდის ურთიერთობას? ანუ წარმოგიდგენია ბევრი ხურდება მაგაზე სხვათა შორის. ზოგი ვიცი რომ სპეციალურად ჩხუბობენ, რომ ანუ შენთვის რა არის თავარი ურთიერთობაში იმისთვის რომ რაღაც სიამოვნების მიღება რა, კარგად ყოფნა. სიმშვიდე უნდა იყოს და ურთიერთგაგება რა. ხანდახან ჩხუბიც ასწორებს, ხო? ნახე შენ ძალიან თავისებური ადამიანი მგონი ხარ, მგონია რომ სიმშვიდე რაღაცა ის სიწყნარე იყოს მხოლოდ ის რაც გაბედნიერებს. აი მითხარი რა რითი უნდა განსხვავდებოდეს ის ქალი, რომელთანაც შენ ბედნიერი იქნები? რითი უნდა განსხვავდებოდეს სხვებისგან? ხო, ნუ აი არ ვიცი. აი ხო არაფრით არ განსხვავდებოდეს უბრალოდ. რა კომფორტს უნდა გიქმნიდეს? უნდა ესმოდეს რა რაღაცეები რა. ესმის ყველაფერი შენი ულაპარაკო. ბედნიერი ხარ? კი. ხვალ რას აპირებ? ხვალ? ახლა რო გათენდება, რა გეგმები გაქვს? ასე არა, სხვათა შორის. ანუ არასდროს არ გეგმავ წინასწარ. როგორია შენი სამომავლო გეგმები და თუ კიდე უფრო მძიმეს უნდა ველოდოთ თუ? წიგნს წერ, ახალს. რასთან დაკავშირებით? თუ ჯერ არ ამბობ? ჯერ არ ვამბობ. ნუ მაინც გამოქვეყნდა ნაწყვეტი სხვათა შორის, შეგიძლიათ გაეცნოთ ინდიგოზე. შენ თავი როგორი წარმოგიდგენია, აი ღრმა სიბერეში. რას გულისხმობ რო არა? ნუ ვერ მივახცევ ალბათ. რატომ? ნუ ჩემი ცხოვრების წესიდან გამომდინარე. წევი ისა გინდა რომ დიდხანს იცოცხლო? არა. რატომ? ნუ რა ვიცი, ალბათ მოსაბეზრებელია.
კარგი, მე გისურვებ, რომ ძალიან დიდხანს იყო, ჩვენთან იყო, ბევრი საინტერესო პროექტი და ახალი შემოთავაზება იყო შენი მხრიდან, ბევრი წიგნი დაწერე კიდევ, იმიტომ რომ ძალიან საინტერესოდ იკითხება შენი წიგნები და ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. დიდი მადლობა შენ და შენს გისურვებ დაამთავრე მუსიკალური მოღვაწეობა. მე მგონი დავასრულე. უცებ ჩამოკიდე მუსიკას. მე მგონი ხო ეს ის დროა და ვნახოთ ახალი წამოწყება, რამდენად საინტერესო იქნება. ძალიან რთულ საქმეს შეეჭიდე, სხვათა შორის და წარმატებები. რთული ეს ის არის, რაც ყოველთვის მაინტერესებს. ძალიან დიდი მადლობა, რომ იყავით ჩემი გადაცემის სტუმარი.